განადგურებული ქონება და დამწვარი 15,000 კვადრატული მეტრი ფართობი ბორჯომის სადგურის მიმდებარედ არსებულ ბაზრობას დღეს დილით ცეცხლი მოედო. ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ გვერდით მდებარე სამედიცინო დაწესებულებებიდან, მათ შორის ჰელსიკორიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. გარკვეული სამედიცინო პროცედურები შეწყდა თოდუას კლინიკაშიც. ზარალი დიდია, ცეცხლი ტანსაცმლის და სხვა სასაწყობე ფართებზე გავრცელდა. ხანძარს 20 სახანძრო სამაშველო მანქანა 3 საათის განმავლობაში აქრობდა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ დაზარალებულთა დიდ ნაწილს გასაყიდი პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდა, როგორც ირკვევა დაზღვეული არ იყო სავაჭრო ფართებიც, რაც ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა. თბილისის ცენტრალის მფლობელობაში არსებული ტერიტორია მესაკუთრე შეპესე ბაქანზე აქვს გაქირავებული. 2017 წლის შემდეგ ეს რკინიგზის სადგურის მიმდებარედ გაჩენილი უკვე მეორე მასშტაბური ხანძარია. ვაგზლის მოედნის მიმდებარედ ბაზრობის ტერიტორიაზე გამთენიისას გაჩენილი მასშტაბური ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 15,000 კვადრატული მეტრის სასაწყობე ფართობი, სადაც განთავსებული იყო მეორადი ტანსაცმელი, ხილბოსტნეული და სხვა პროდუქციის მარაგები. ხანძრის შესახებ შეტყობინება 112-ში დილის 7 წუთებზე შევიდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 20 ეკიპაჟი და 150-მდე მეხანძრე მაშველი. ხანძრის ლიკვიდაცია 2 საათში მოხერხდა, თუმცა რამდენიმე საათს გაგრძელდა მხრჩოლავი კერების დამუშავების სამუშაოები. საბედნიეროდ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის ცენტრალმა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი იჯარით აქვს აღებული, თუმცა ბოლო 5 წელია ბაზრობის მოწყობასა და ფუნქციონირებას სხვა კომპანია უზრუნველყოფს. მათი თქმით, ეს კომპანია ასევე პასუხისმგებელია ფართის სახანძრო და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. ამ ეტაპზე შეწყვეტილია დაზღვევა, იმიტომ რომ ვადა ამოიწურა და რომ გაგვეგრძელებინა შესაბამისად მიმართეთ ეს კომპანიას და იყო საკუთარი წესებში მოსაყვანი, ეს ყველაფერი ეკეთებოდა და იყო პროცესი დამტკიცებული. ვიყავით შესული ამ ჩვენგანჩვენებებს, ჩვენ ვიცოდით და რა ისი მომხდარს ჩვენ დავხდით, ამაზე აღძულია სიზამთრების საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ შეცვლილების კონდა, რაც საჭირო იყო, ძირითადი ყველაფერი კონდა იქ. თვითონ თუ კონდა სრული თვითონ დაეძღეთ, ჩვენ არა დღეს და გუშინ მეუნებოდით, ამიტომ ადრეს მეუნებოდით, რომ თვითონ პიროვნებას თუ ქონდა სრული თვითონ დაეზღია. 5 წუთშია ეკიპაჟები ადგილზე მოსულები, დაახლოებით 150 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული ადგილზე და 20 სახანძრო ავტო სპეციალური ტექნიკა, რამაც მოგვცა საშუალება ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნა, იყო გავრცელების რისკის საფრთხე რა თქმა უნდა, დაახლოებით ამ დროისთვის დამწვარია 15,000 კვადრატულ მეტრზე, ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია. ყველაზე მთავარი რაც არის კლინიკების ჟანგბადის საცავები გადაარჩინეს, რის გამოც შეიძლება უფრო მეტი და საშინელება მომხდარიყო. დამწვარია დაახლოებით 16,000 კვადრატული. ჯერჯერობით არ შეიძლება ზარალზე ლაპარაკი, სანამ არ მოხდება ამის დათვლა და მიმდინარეობს ამის დათვლა. ზარალი რომ დიდი ამაზე ხანძრის მასშტაბი და ის ფაქტიც მეტყველებს, რომ დაზარალებულების უმეტესობას პროდუქცია დაზღვეული არ ქონია. მათი ნაწილის თქმით, პროდუქციის ღირებულება რამდენიმე ათეულ ათასაც აჭარბებდა და უმეტესობა ან განადგურებული, ან დაზიანებულია. ჩემ მაღაზიაში რა ხდება, კაცმა არ იცის. ფანჯრები ჩამტვრეულია და წყალი მისხმულია, არ ვიცი რა ხდება. რა ვიცი, ზევით იყო ხანძარი, მაგრამ გადმოვიდა აქეთკენაც და ჩემ გვერდზე მაღაზია დაიწვა. რომ მოვედი იწვოდა ყველაფერი. ჩვენი სიგარეტის საბითო მოარი. არა, რაღაცა ნაწილი გადარჩა გარეთ ყრიან, ეხლა რა სულ რამე გადარჩა, მაგრამ სიგარეტი თუ წყალი შეესხა, გაფუჭდება, მაგის რა ვიცი. რას გადავარჩევ არ ვიცი. მე მოვედი უკვე მოდებული იყო ალი. 20 წუთი უკვე ეკიდა. იყო ყველაფერი. ის ადგილი, ჩემი მაღაზიის ადგილი ვაფშე ჩამწვარი იყო რომ მოვედი, არაფერი არ ვიცი. დიდი დაკვამლიანების გამო ვაგზლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კლინიკების უმეტესობამ პაციენტებისა და მედპერსონალის ევაკუაცია მოახდინა. მათ შორისაა კლინიკა ჰელსიკორი და ქევანიშვილის კლინიკა, რომელთა პაციენტები თბილისის რამდენიმე კლინიკაში გადანაწილდნენ. კლინიკებმა ერთი დღით მუშაობა შეაჩერა. რაც შეეხება თოდუას კლინიკას, მათ ევაკუაციის საჭიროება არ ქონია და მომხდარის გამო დროებით ამბულატორიული პაციენტების მიღება შეაჩერეს. კლინიკების სრული დატვირთვით ფუნქციონირებას ხვალიდან გააგრძელებენ. კლინიკაში ფუნქციონირებს უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემები, რომელმაც გვიხარია, რომ შესაბამისად იმუშავა და ვაგრძელებთ სტაციონარში პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას, დროებით არის შეჩერებული ამბულატორიული მიღება, ზოგადად ტერიტორიაზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ვაგრძელებთ პროტოკოლით გათვალისწინებულ სამუშაოებს. იმედი გვაქვს, რომ ხვალიდან უკვე შეუფერხებლად გავაგრძელებთ ამბულატორიული პაციენტების მიღებასაც. პრობლემა შეექმნა ჩვენს ჟანგბადის ქარხანას, ჟანგბადს, გენერატორებს, როგორც ხედავთ და
ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში. ყველა პაციენტი იქნა ოპერატიულად გადაყვანილი. ზოგიერთი პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მათი გადაყვანა მოხდა რეანიმობილებით, ხოლო დანარჩენი პაციენტების სასწრაფო ჩვეულებრივი სასწრაფო მანქანებით. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია და ის გამოძიებამ უნდა დაადგინოს. უცნობია ასევე ზარალის ზუსტი ოდენობაც. დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ და მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოეშვებათ.